ხო, აი ბატონო დავით, გველისპერანგზე რა სიტყვით? აი რატო ქვია გველისპერანგი? აი არასტანდარტულად კარგად ხსნით თქვენ და მაგიტომ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მაგას. ეს განმარტება პირდაპირ ლიტერატურული გველისპერანგში ჩადებულია რა იდეა. გველი როცა იცვლის პერანგს, გველი რჩება გველად. გველში ჩადებულია საქართველოს სულიერი მისია და იდეა და რა იდეა. საქართველო უნდა მუდმივად განახლდეს, მაგრამ არსი შეინარჩუნოს ქართული. ანუ შინაარსი მისი სულიერი მეტაფიზიკური აზროვნება, მისი თავარი სტრატეგია, რაცა სულიერი საქართველოს დარჩეს საქართველოს, მაგრამ ის არ ჩარჩეს, თქვათ, ურმის ეპოქაში და მიიღოს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია, მიიღოს თანამედროვე კვანტური ფიზიკა, მიიღოს თანამედროვე სამყაროს ყველა ტექნიკის სიახლე, მაგრამ ამ ტექნიკის სიახლეს მან საქართველოს არსი არ უნდა დააკარგვინოს. ეს პიროვნული დებებზეც. აი ეს რა კარგად ესე იგი. აი ნახეთ, თქვენ კი შეგიძლიათ ესეთი ინტერპრეტაცია მისცეთ და ძალიან კარგია, რომ ნახეთ არსი უნდა დარჩეს და როგორც გველი პერანგს იცვლის, ესე უნდა გაახლდეს. ძალიან კარგია ეს, მაგრამ თვითონ მწერალს მე არ მგონია რომ ეს იდეა ქონდა. რა თქმა უნდა მას ქონდა. ამიტომ ის კლასიკურ როგორ გეკადრება. აი იცით რა, მასე გალაქტიას რო კითხეს რომ თქვენ ამაში რა იგულისხმოთ, ისეთი სისულელეები თქვა, ჯობდა არ ეთქვა. არა, თქვენი ჭირიმე. პროზაში როცა აძლევს ადამიანი წინს სათაურს, ყველანაირად ის მას აქვს გააზრებული. ეს არის გააზრებული და ლექციებშიც და ეს ზუსტად ხედავდა, იმიტომ რომ თავარი არსი რობაქიძის კვლევის იყო საქართველოს სულიერი მისია. კი, ეს იმიტომ იყო ორი დაპირისპირება იყო. ნიკოლოზ მიწიშვილმა დაწერა ფიქრები საქართველოზე, იყო ასეთი პოეტი 20-იან წლებში გახმაურებული წერილი იყო, რომელშიც ამბობდა, რომ საქართველოსში მე არ ვიცი, მოულოდნელობა არის შოთა რუსთაველი, იმიტომ საქართველო არის დაბალი ენერგეტიკის ქვეყანა და საქართველოს მხოლოდ მაშინ შეუძლია გააქტიურდეს და საქართველოს შემოიტანა დაღლილი სისხლის თეორია, რომ საქართველო დაიღალა და საქართველოს მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბრძელოს, როცა მას წიგს დააჭერა, ანუ ჭიაყელას შეადარა საქართველო. როგორც ჭიაყელას დააჭერ ფერს და ის ამოძრავდება, ისე ამოძრავდება საქართველო. ამას უპასუხა გრიგორ რობაქიძემ საქართველოს მისია და მან ახსნა, რომ საქართველოსი ეს ძალა არსებობს და მისი ნაწარმოები იძლევა იმას, რომ ერში დაღლილი სისხლი გაცოცხლდეს. ამიტომ მწერალი, როდესაც წინს სათაურს არქმევს, იმას აბსოლუტურად რაც მე ვთქვი, ზუსტად ის ქონდა გააზრებული. რაც შეეხება გალაქტიონ ტაბიძემ ვერ უპასუხა, ფილმიც აქვს ასეთი რუსებს, პუშკინი შედის უმაღლეს სასწავლებელში და გამოსვლაზე აქვს ევგენი ონეგინი და ორიანს იღებს. რომ ეკითხება ლექტორი და იმან არის ის პუშკინი თუ არა. ფანტასტიკური ფილმია. გალაქტიონი ღებულობდა ზემოდან კოსმოსში, როცა მას უთხრეს გალაქტიონს, რომ მირზაგელონმა თითები რო დაუკოცნა და უთხრა გალაქტიონო, ამან ლექსმა დაწერა, ეფემერმა ამხელება. და პასუხობს, რომ ანგელოსები მაწერდნენ ფიზიკო. ანგელოსები. გალაქტიონი ღებულობდა ჩართული იყო სამყაროში. მას ჰქონდა ის ჯადოსნი და შეიძლება მან ყველაფერი ვერ ახსნას, მაგრამ ის თანდათანობით იხსნება და ყველაფერი ზუსტად იდება ისე მის პოეზიაში და აბსოლუტურად დალაგებულია, მაგრამ ის იყო მუდმივი ხსვის პროცესში. იმას შეიძლება მაშინ რომ დაწერა კიდეც გააზრებული ხონდა, ის უკვე გადადიოდა სხვა თემებზე, თქვენ წარმოიდგინეთ 12 ტომი აქვს დაწერილი და 5000 ლექსი, ამიტომ შეიძლება ისეთი მომენტიც არის, რომ საერთოდ ის ლექსიც არ ახსოვდეს. დაწერილი ლექსიც რომ მიუტანეს აკაკი წერეთეს თავისი გამზდელი ეს აკაკი რამე დამიწერიო. და ასაკში რაღაც მახსოვდა, აგი წაუკითხე შენ დაწერე რა კაი ყოფილა უკეთ. ხო და ამიტომ ამაზე ნუ ვიფიქრებ, იქ არის პოეზია, სადაც ხდება გარეგანი იმპულსებით მოქმედება. ღვთიური იმპულსები. სათაური, როგორც შეიძლება მას გააბღებული არ ქონდა და უბრალოდ სათაურად მისცა გველისპერანგი რატო არ მისცა მაგალითად ნებისმიერი რაღაცა ბეწვები, იმიტომ რომ იმან ზუსტად ჩადო იქაც და ზუსტად ეგასე არის და ზუსტად ასე ხედავთ. რა თქმა უნდა, პროზაში სათაურის შემთხვევით არა,
როდესაც თეკერეი და ძალიან მნიშვნელოვანია რა სათაურს მისცემს პროზას მწერალი. დაწერილი ხონდა წიგნი დიდ მწერალს უილიამ თეკერეის და სათაურივე მონახა კაცო. და 2 წელი წიგნი ავდა რა არდა და ერთ საღამოს ღამის 3 საათზე გამოეღვიძა და ამავეების ბაზარი მოვიდა თავში. მთელი ღამე ქალაქში ქუჩაში დახტოდა და ყვიროდა მაგორ სიტყვას. ამავეების ბაზარია, ხალხმა იფიქრა გაგიჟდა ესა ცუდავი და მოიფიქრა ზუსტად და მთელი ნაწარმოები ახსნა ამავეების ბაზარმა. სათაური უნიშნელოვანესია და პროზაში ეს გააზრებული ქონდა ისე დიდ კლასიკოს როგორც რუბაქიძე. გმადლობთ, ძალიან დიდი მადლობა.